Oh, hello guys. Today we're gonna be doing Skyblock Survival. So I started a bit early and I got these things. So please go to sub to my brother's channel and sub to my channel too. I'm trying to reach 300 subscribers in 1 week. And subscribe to my channel too. I'm trying to reach 400 subscribers in a week so I can overrate my brother. And I'm going to be back after my lot of cobblestone. So guys, I'm back in the cobblestone. So let's put our second table back. And grab some stone too. What am I crafting? Dude, I don't have a lot of wood. I guess crafting. I just do a wooden tools. And I'm gonna be back. Get a lot of cobblestone so we can bring over to the other islands, okay guys? So let me just. So guys, I'm not really over to that island over there. So I just got some slabs. So come on, make it there. And all of these slabs. And we're just got some wooden slabs as well. So I hope they're gonna be cool over there. So I think. Just I have bread in my inventory too. So I think I'm good. So I just use I'm wearing dirt from there too, so we can use it to stay in our island. I'm literally so close. Oh, this doesn't really take the wood. I don't need anything else. I need a lot of wood. So I just really go. I need some wood. I gotta go back. I got some more cobblestone. I'm back on my island. I just mined some more cobblestone.
სხვა კიდე უამრავი მსგავსი დანახარჯები, რაც თალსახად და ერთმნიშვნელოვნად ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფუფუნებას. მაშინ როდესაც ბრალდებული და მსგავსებული მიხეილ სააკაშვილი ყველა სასამართლო პროცესზე ითხოვს მილამების პალატიდან ჩართვას ამჯერად მისთვის გამომწუნებელი განაჩენის გამოცხადებად არც სააკაშვილი და პრემიერ ინსტანციურად და არც ბრალდებული თემურ ჯანაშია პროცესზე ეწევოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე. ისინი კვლავ მისდევენ, რომელიც პოლიტიკური მარიამ ფარქველიშვილი იყო. ამ წუთებში თბილისის მთავრობის მოიხდება ბიზნესის თავს ახაკავა. ადამიანი ვიძებს სამსახურს და პარალელურად ასევე ბიზნესი გაიცდის კვალიფიცირების ნაკლებობას. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან და ვიცით ყველა ის სფერო, ყველა იმ მიმართულება, სადაც საჭიროა კვალიფიციური პროფესიონალი კადრები. შესაბამისად, წამოვიწყეთ ძალიან მაგარი პროგრამა ისწავლე და დასაქმდი, რომელიც ხელს უწყობს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს მოახდინოს თავისი შესაძლებლობების კიდევ უფრო მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტის მერია იწევს პროგრამის ისწავლე და დასაქმნის ახალ ეტაპს და დღეიდან 31 მარტის ჩათვლით აცხადებს საინტერესებული მოქალაქეების მიღებას, ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე დასაქმდი.G. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება-გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. გექნებათ ყველა ხარჯი, რაც არის მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე, თქვენ უბრალოდ გეხმარებით და გვინდა ხელი შეგიწყოთ იმაში, რომ მოვახდინოთ თქვენი გადამზადება, კიდევ უფრო მაგარი პროფესიონალები გახდეთ და დაგეხმაროთ სამსახურის მოდიებაშიც. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეების მომზადება, გადამზადება განხორციელდება 70 სპეციალობაში, მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარისა და ფინანსების სფეროში. მიმდინარე კონკურსის ფარგლებში წელს გაიმატება 10 ახალი პროგრამა, მათ შორის გვაქვს ბრენდ დიზაინის შემსრულებელი კურსი, I'm gonna go to my island and see you guys. Oh, I'm here now. I should make a travel shop. I think the store is transforming for when. რამდენიმე დღით ადრე კი მის ორგანიზაციას
საბოლოო 5 წლის საჯარო სამსახურის საქმიანობის იწება. არჩევნებს გაუწვის ნაციონალური მოძრაობა ამბობენ, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, ამ თემაზე დასმული კითხვა აღიზიანებს. მართლმა გუნდმა კი არაერთხელ თქვა, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს და ისინი პატრონების დავალებას ელოდებიან. კითხვა როგორ პრობლემა არის პროცედურა. არა პროცედურა. აი რა არჩევნებს რა კითხეს სამშობლოში როდესაც ყველამაც არჩევნები არის გაუქმებული როდესაც ისეთი პატიმრები ათავისუფლდა რომ უბრალოდ რაოდენობა იზრდება ისეთი პატიმრების რაოდენობა ამ პროცესში ამოწმებულობები საუბარი კი არ შემოწმებელია საგარეო საქმეთა მინისტრი კონფლიქტების ზემოქმედება ხალხსა და გოგონებზე, რომლებსაც ხშირად უწევს გამკლავება კონფლიქტების კვლავ-ახსნის ზემოქმედებას ხალხსა და გოგონებზე, რომლებსაც ხშირად უწევს ძალადობასთან, იძულების გადაადგილებასა და ეკონომიკურ სიდუქტირებთან გამკლავება. გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების სტრატეგიის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა. სასუხაროდ ჩვენი ქვეყანა არის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები ადასტურებს რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ინარჩუნებს ეფექტურ კონტროლს ადგილზე, სადაც საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის პირობებში სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია. ამას გარდა ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ეკონომიკური განვითარების კუთხით. ზედიზედ 10 წელია, რაც ბიზნესის კეთების სიმარტივის, საინვესტიციო მიმზიდველობისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელიც ორიენტირებულია სამუშაო რესურსებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადაცემით ასევე უწევს თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი უსაფრთხოების საცერტიფიკატო კურსის დასრულება პროექტში მონაწილეობდა საქართველოს 60 მოქალაქე. კურსის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფისკალურმა მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა და მას წარმატება უსურვა. პროექტის მონაწილეებს ერთი წლის განმავლობაში უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ უსაფრთხოების სფეროს პირველ პირებთან და კამპანიებთან. შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელებმა მათ გააცნეს ზაგორისა და კონტრაზოლის სამსახურების სპეციფიკა, კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობა, ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული საქმის კორუფციული დანაშაულის პრევენციის მეთოდები. პროექტის მიზანია მსმენელებს გაუგრძნოს პატრიოტული სულისკვეთება და აუმაღლოს ცნობიერება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოსვლების შესახებ. So guys, what have I done? No. Okay, I'm coming back on Saturday. So guys, I'm back. I got all my stuff back. I don't think I'll really have faith in this video. I feel like it's going to be spending my island as much as I can. This jungle. I don't think I'm going to build a base today. What am I doing?
სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც ჯერ კიდევ სამსახურში რჩებიან მთავარი ოფისის კადრების განყოფილებაში არსებული დოკუმენტაციის განადგურების ბრძანება მისცეს. პოლიტიკომ მოიპოვა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერიკ დარის წერილი, მაშინ აღსამია, რომ Here I am back. I might have the night shift, so now we're just ბედნიერი ვარ, რადგანაც ვაჩვენებთ, რომ ნამდვილი გუნდივარ. ძალიან გადამწყვეტი შეთავაზება ყოფამის შესანიშნავია. ფიქრობ, ჩემმა გუნდმა ეფილზე განსაკუთრებულ სტადიონზე ძლიერი ხასიათი და სულისკვეთება აჩვენა. ეს მაქსიმუმია? არა, ეს მხოლოდ დასაწყისია. So I'm going to be back one time I'm done with expanding island. I'm going to be back. პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური ინტერვიუ იმედი ლაივში. ახალგაზრდა მოწოდება, რა გამოწვევით და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს შტატებიდან დაწყებულმა ცვლილებებმა. ომი და მშვიდობა, რაც დაგარიალებისთვისაც დიასტემის ომის დასრულებამდე. ოპოზიციის მიმდევარი რეჟიმი რაშარდები აქვს რადიკალიზმს და რა პერსპექტივა ხელისუფლების ოპონენტებს თვითმმართველობის არჩევნებზე. ეკონომიკური ფანჯარა საქართველოს Guys, I'm almost done. Let's go. I just finished it and boom. It's done. I'm done.
guys, this is gonna be end of the video. Please subscribe and like if you will like this video. And comment down below when you're gonna be done. But first, I need to do this. It's done. Goodbye. Guys, see you later in the next video.